გამარჯობა, მე ვარ იონა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამეწერა Python-ის დამწყები კურსის სერია YouTube-ისთვის. ვფიქრობ, რომ ამ სერიის მიზანია როგორც საკუთარი განვითარება და სწავლა, ასევე იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროს ათვისებას. კურსის პირველი ლექცია არის მონაცემთა ტიპებზე. მათ, ვინც ახლა იწყებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლას, გეტყვით, რომ პროგრამირებაში ყველა მოქმედება ხდება უცნობებზე, რომლებსაც ვეძახით ცვლადებს, და მათი მნიშვნელობა ნებისმიერ დროს შესაძლოა შეიცვალოს. ამავე დროს ცვლადების მნიშვნელობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად, ციფრული ან ტექსტური. Python-ში რამდენიმე ასეთი ტიპი გვაქვს სხვადასხვა ინფორმაციის ასახვისთვის და პირველად მოდი განვიხილოთ ციფრები, რიცხვები. მათი აღწერისთვის გვაქვს სამი სხვადასხვა ტიპი. ესენია int, float და double ტიპები. int ტიპი გამოიყენება ნებისმიერი სიდიდის მთელი რიცხვებისთვის მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე. იმ დროს, როცა დანარჩენი ორი ტიპი გვაქვს ათწილადური, ანუ არამთელი რიცხვების აღწერად. შემდეგი მონაცემთა ტიპი არის string. მას ვიყენებთ ტექსტური ინფორმაციის მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ტექსტური მნიშვნელობა იწერება ორმაგ ჭყალების სიმბოლოებში. მაგალითად, როგორც ეკრანზეა გამოსახული, ორმაგი ჭყალები და big gummy bear. შემდეგი გვაქვს boolean ტიპი. boolean ტიპის მონაცემი და მისი მნიშვნელობა შეიძლება იყოს მხოლოდ ორი, true and false, შესაბამისად ჭეშმარიტი ან მცდარი. ამას უფრო ვფიქრობ მოგვიანებით გავვლით დეტალურად შემდეგ ვიდეო ლექციებში და ბოლოს ამ ლექციისთვის შემიძლია გითხრათ, რომ რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, ცვლად შესაძლოა რომ გქონდეს მნიშვნელობა არაფერი. ამისთვის Python-ის დარეზერვებული სიტყვა known დაგვეხმარება. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო გარემოში და შევქმნათ სხვადასხვა ტიპის ცვლადები და გამოვიტანოთ ეკრანზე. პირველ ჯერზე მოდი შევქმნათ int ტიპის ცვლადი. ცვლადის შექმნა ხდება შემდეგნაირად. ცვლადის სახელი, შემდეგ ტოლობის ნიშანი, ანუ მინიჭების ნიშანი, პროგრამირებაში ტოლობის ნიშანი ნიშნავს მინიჭების, ანუ მნიშვნელობის მინიჭების სიმბოლოს და შემდეგ წერთ მნიშვნელობას, რა გვინდა რომ მივანიჭოთ ამ ცვლადს, მაგალითად 5. ამის შემდეგ მე შემიძლია გამოვიყენო Python-ის ჩაშენებული ფუნქცია, რომელსაც ქვია print. მას აქვს ფრჩხილები და ფრჩხილებში შიგნით შემიძლია ჩავწეროთ ცვლადის სახელი. და პროგრამის დაშვების შემდეგ დავინახავთ, რომ ეკრანზე გამოვიდა იმ ცვლადის მნიშვნელობა, რომელიც ჩავწერე მე print მეთოდში. მოდი შევქმნათ სხვა ახალი ცვლადი string-ისთვის, მაგალითად string variable და მივანიჭოთ მას მნიშვნელობა, ეს არის ტექსტური მნიშვნელობა. იგივენაირად შემდეგ შემიძლია დავპრინტო print ფუნქციის გამოყენებით ფრჩხილებში string variable. პროგრამის გაშვების შემდეგ დავინახავთ, რომ დაბეჭდა 5, იმიტომ რომ print variable name, რომლის მნიშვნელობა არის 5, ესეც მიწერია და შემდეგ string variable დავპრინტე, რომლის მნიშვნელობა არის ეს არის ტექსტური მნიშვნელობა. მოდი შევქმნათ შემდეგ არამთელი რიცხვისთვის ცვლადი float variable უდრის, ანუ მივანიჭოთ 0.5. არამთელი რიცხვი გეტყვით, რომ წერტილით იწერება და არა მძიმით. იგივენაირად ეკრანზე გამოვიტანოთ ეს ამ ცვლადის მნიშვნელობა, print-ის ფრჩხილებში წერ float variable. ისევ გავუშვით პროგრამა და მივიღებთ ეკრანზე 0.5. მოდი boolean ტიპის ცვლადი გამოვიყენოთ, boolean variable და უდრის მაგალითად true. Python-ში true და false იწერება მათი პირველი ასო ტიპი. ანუ მათი პირველი ასო უნდა იყოს ტიპი. შემდეგ print-ში
წერ boolean variable ანუ სახელს წვადის და შემდეგ დაბეჭდის შემდეგ ნახავთ რომ ეკრანზე არის true. მე თუ ამას მივუწევთ false ეკრანზე დაბეჭდავ და რასაკვირველია false. მოდი გამოვიყენოთ ისეთი წვადი, რომლის მნიშვნელობა იქნება არაფერი. მოდი ახლა დავარქმევ nothings და უდრის ნეონიც უნდა იყოს პირველი ასო ტიპი. მე დავპრინტავ ისევე წვადის სახელი ფრჩხილებში გამშვათ და მივიღებთ ნეონი. ვფიქრობ, რომ პირველი ლექციისთვის სულ ეს არის. ჩვენ ვისწავლეთ რამდენი და როგორი მომესმეთა ტიპები არსებობს Python-ში, როგორ შევქმნათ წვადი და შემდეგ როგორ დავპრინტოთ ეკრანზე, ანუ კონსოლზე. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.